შეასრულებს თუ არა თბილისის მერი დაპირებას და განხორციელდება თუ არა დედაქალაქში საცობების განტვირთვის მიზნით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. 2014 წლის ბიუჯეტში ამისთვის საჭირო თანხა არ აღმოჩნდა. ნარმანია ამ უმშევლისთვის მიცემულ პირობას უმცირე 1 წელი ვერ აასრულებს. რა ხდება, ხოხენამ გააშუქეთ. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ, რადგან ყოველდღიურად რამდენიმე საათის საცობში გატარება უწევთ. მას შემდეგ, რაც ნუცუბიძისა და ვაშლიძვრის დამაკავშირებელი მაგისტრალი გაიხსნა, გზის ამ მოკლე მონაკვეთის გასავლელად მძღოლებს რამდენიმე საათი სჭირდებათ. სულსაცობია, იმიტომ რომ შემაერთებელი გზები ძალიან უჭკუოდაა გაკეთებული. ამ პატრული დადგესაგან შუქნიშანი დააგენა. როცა მდგომარეობა განსაკუთრებით რთულდება, საქმეში პატრული ერთვება და მანქანებს სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებს. ამიტომ დიღმისკენ მიმავალ მძღოლს შესაძლოა მოძრაობის გაგრძელება ჟვანიას მოედნისკენ მოუხდეს. დილის და საღამოს საათებში არის აქ საცობი, რა დროისთვისაც უკვე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მობილიზებული არის, პატრული ინსპექტორები ჩამოქვეითებულები არიან. ვაშლიძვრის ტერიტორია მხოლოდ ერთ-ერთია იმ 10 ადგილიდან, სადაც დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დანაპირების თანახმად ესტაკადა უნდა აშენებულიყო. ჩვენ დედაქალაქის მერიაში მოსვლისთანავე დავიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას. მოქალაქეებს თბილისის მერის დაპირება არ დავიწყებიათ. მოვიდა მთავრობის წარმომადგენელი, სანამ მერი გახდებოდა ბატონი ნარმანია დავითი და შეგვირდა რომ ყველაფერი მოგვარდება, მალე აქ აი იმ ადგილზე არც იქნება შუქნიშნები და გაკეთება ესტაკადები და ველოდებით ნარმანიას დაპირებებს. მერიაში კი ამბობენ, რომ დავით ნარმანიას დანაპირების განხორციელება მინიმუმ 1 წლით გადაიდო. წელს ეს გამორიცხულია, ამას ვერ მოვასწრებთ და სწორედ ამიტომ ასე ვთქვათ, ამოვიღეთ ბიუჯეტის იმ მუხლიდან ეს თანხები და გადავიტანეთ სხვა მუხლებში. მერიაში პროექტის დასრულებისთვის საჭირო ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დასრულდეს, შემდეგ ტენდერი გამოცხადდეს და მშენებლობა დაიწყოს, თბილისის საცობებისგან განტვირთვა შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდეს.